ლევან ხაბეიშვილს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ქთამის სახით მოხელებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდები დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. საქმის დეტალების და პოლიტიკური შეფასებების შესახებ ახლა ანა ბროლაძე მოგვიყვება, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ. სულ ცოტა ხნის წინ შევიდა ნაციონალური მოძრაობის იურისტი ლევან ხაბეიშვილთან. მან ბუნებრივია მედიასთან გააკეთა კომენტარი შენობაში შესვლამდე, თქვა რომ პოზიცია არის უცვლელი ამ შემთხვევაში მისი როგორც იურისტის, რაც მოვისმინეთ გუშინ, რომ სამართლებრივად აბსურდია ის ბრალდება, რომელსაც ედავება ამ შემთხვევაში სუსი ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარეს, რომ ის დაპირება, რაზეც არის აგებული ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი საქმე ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ და ბრალი საერთოდ არ მოიძებნება ლაშა ტყეშელაძის განცხადებით სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლის შესაბამისად ისიც ფიქრობს, რომ ეს საქმე არის უფრო დიდი დოზით პოლიტიკური მდგენელის შემცველი, ვიდრე იურიდიულად გამყარებული და ის დღეს განმარტავდა ჟურნალისტებთან, რაც გულისხმობდა ლევან ხაბეიშვილის ის საჯარო განცხადება, რომელზე დაყრდნობითაც სუსმა ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დააკავა. ლევან ხაბეიშვილი ეუბნებოდა, რომ თუ თქვენ ხალხს არ აწამებთ, არ ცემთ და ამის შემდეგ თქვენ ფარს დადებთ და ხალხის ხარეს გადმოხვათ, ესე იგი კონკრეტული ბრძანება, კანონიერი ბრძანება ვერ იქნება, ხო გაცემული ხალხი ცემეო. არ არსებობს ესეთი კანონიერი ბრძანება, ხო? ყველა ესეთი ბრძანება არის უკანონო. სისხლის სამართლის კოდექსი რაც არის, რასაც სუსის წარმომადგენლები ამბობენ, რასაც სუსი ამბობს, ეს დანაშაული არ არის. სხვადასხვა ადამიანები თუ ეხა სხვადასხვანაირად შებუთავენ, შემდეგ ამას რაღაცას მოაწერენ ხელს, ამას მე სისხლის სამართლის დანაშაულად გაასაღებენ, მე ამაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან ნაწილი დღეს დილიდან ასევე იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. ისინი ელოდებიან ადვოკატის და იურისტის გამოსვლას. დღეს დაახლოებით 4-დან 5 საათამდე ელოდებიან უფლებადამცველები დაკავებულთათვის ბრალის წარდგენას. რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილის დაკავება და ქართული ოცნების ანგარიშსწორება, რომ მათ ხელი შეუშალონ ამ შემთხვევაში ოპონენტებს 4 ოქტომბრის გეგმების განხორციელებაში, თუმცა მმართველ გუნდში ბუნებრივია ამბობენ, რომ როდესაც კეთდება ასეთი ტიპის საჯარო მოწოდება სამართალდამცავი უწყებების მიმართ, რომ მათ არ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, გამოიტანონ საიდუმლო მასალები და ამის სანაცვლოდ იღებენ დაპირებას ფინანსურ სარგებლობთან და ჯილდოებთან დაკავშირებით. ეს არის ბუნებრივია დანაშაული და მნიშვნელობა არ აქვს იქნება ამ დანაშაულისთვის დაკავებული პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, აუცილებელია რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აკოს პასუხი. ფაქტია, რომ აქამდე პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების საქმეები თეთრი ძაფით მაინც იკერებოდა და ეხლა საერთოდ ვერ კერავენ ამ საქმეებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ადვოკატებისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ საქმის არც ერთი მასალა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საქმის აბსურდულობას. ადამიანი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, პრაქტიკულად შეთავაზების ბრალდებით, ქთამის იმ ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა და ებრძვის კორუფციას, რაც შეეხება სურპრიზებს, სურპრიზები ელოდებათ ქართულ ოცნებას 4 ოქტომბრისთვის და ყველა ერთად დაველოდოთ. არავის ამ ადამიანების არ ეშინიათ, ესე იყო ცალსახა პოლიტიკური დაჭერა. ის დრო, ის ადგილი, ის შინაარსი აქციის, რაზეც ისაუბრობდა 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველზე არის სწორი და ამის რეჟიმს ძალიან ეშინია. რომ ეშინია ამაზე მეტყოლებს ის თუ რა ფორმით დააკავეს და რა აბსურდული ბრალდებით ადამიანი, რომელსაც მე შემიძლია გავიმეორო იგივე, დიახ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც არ შეასრულებენ უკანონო დავალებას, მიიღებენ პრემიერებას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის აბსურდი ამის გამო ადამიანის დაკავება. ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი რამ, რითი ძღებულობს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი. სრულ სოლიდარობას უცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, ის არის მორიგი პოლიტპატიმარი ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველზე, მათ შორის არჩევნებზე და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება ქართული ხალხის წინაშე. ის რაც უნდათ რადიკალებს და ის რაც არის რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ბუნებრივია ხა, მათ სულ საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზება და ამისთვის საზოგადოების მოტყუებაც, თეთრის შავად გასაღება, შავის თეთრად და ასე შემდეგ. დანაშაული არის საჯაროდ, როდესაც პირდები ქთამის
მიცემას კონკრეტულ თანამდებობის პირს, კონკრეტულ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს. არ არის აუცილებელი გვარის და სახელის დასახელება, როდესაც ეს ყველაფერი არის საჯაროდ და საჯარო დაპირების, ასე ვთქვათ, ფორმატში უკვე დგება იმ დანაშაულის ელემენტები, რომელიც გულისხმობს სწორედ ასეთი ქმედებისთვის სამართლის პასუხისმგებლობას. ამიტომ ნათელია დანაშაულის ჩადენაც და ნათელია ის რეაქციაც, რომელიც მოყვა ამ ყველაფერს. პოლიტიკური მოტივით თუ ჩაიდინე დანაშაული, გონიათ რომ ეს ადამიანი არის ესე იგი პოლიტიკური დევნილი. ვერანაირი мотивация ვერ ახსნის დანაშაულს და ვერ გაამართლებს დანაშაულს. ასე ტერორიზმის გამართლება შეიძლება უმოტივაციოდ არც ისინი იქცევიან. ან რელიგიური მოტივი აქვს, ან პოლიტიკური მოტივი აქვს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა პირმა დანაშაული. ჩაიდინა ეს დანაშაული, როგორც მას ბრალად უყენებენ, დანარჩენი გაირკვევა სასამართლოზე. თუ მათ აქვთ რაიმე პრეტენზია გამოძიების მიმართ, თავისუფლად შეუძლიათ ეპაექრონ სასამართლოზე პროკურატურას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურას საკმაოდ მყარი არგუმენტები ექნება ამ სასამართლო პროცესში. ლევან ხაბეიშვილს საგამოძიებო უწყება ედავება ამ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებებისთვის საჯაროდ ქრთამის შეთავაზებას არაერთგზის 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება მას. მასთან ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგობის გაწევის მუხლი აქვს წარდგენილი. იურისტებს აქვთ იმედი, რომ მათ ექნებათ დღეს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა და უკვე ოფიციალურად ელოდებიან ბრალის წარდგენას, როგორც აღნიშნა 4-დან 5 საათამდე. თავად პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათი გეგმები არის უცვლელი, იწყებენ კამპანიას რეგიონებში საზოგადოებასთან საუბრისთვის, იმიტომ რომ დაარწმუნონ მოქალაქეები, რატომ არ უნდა მივიდნენ არჩევნებზე და რატომ უნდა იდგნენ ქუჩაში. და როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მოისმენთ, მათი გეგმები უცვლელია 4 ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიანი დახმობის გეგმის მიმართ. მადლობა ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.